საქმე ის არის, რომ დამწერლობა, როგორც ასეთი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ცივილიზაციის თვალსაზრისით. ესე იგი, ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ასეთი გამოგონება შეუდარებელი არის, ესე იგი, ვერცერთი სხვა გამოგონება ვერ შეედრება დამწერლობის გამოგონებასო. ესე იგი, იმდენად მნიშვნელოვანია ეს, როცა კაცობრიობამ ენა აიდგა ფაქტიურად, ესე იგი, ენა უკვდავ ყოფილ იქნა დამწერლობის მეშვეობით და შეიქმნა ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო და ამ ცივილიზაციას გაფრთხილებაც უნდა. საქმე ის არის, რომ აი ჩვენს ქართულ დამწერლობას, ჩვენს დაუდევრობასაც შეგვიძლია. ჩვენ გქონდა როგორც ხმარობდით, საყოველთაო ხმარებაში იყო მრგლოვანი ხუცური, ანუ ქურუმთა დამწერლობას ნიშნავს. აი ქართული დამწერლობა, ქართული ამბანური დამწერლობა, ქურუმთა დამწერლობა, მრგლოვანი ხუცური, ნუსხა ხუცური, დივანი წიგნობრული, ხედრული. ესე იგი, ეს დამწერლობის სახეობანია და ეს ენის სიმდიდრეა, ჩვენი სიმდიდრეა და ჩვენ არ გაუფრთხილდით ამ სიმდიდრეს და აი ეს დიდად სამწუხაროა. აღარ ხმარობთ ჩვენ ქართულ სამთავრულო დამწერლობას, ანუ მთავრულ ასოებს მრგლოვანი ხუცური სწორედ მთავრული ქართული დამწერლობაა და ეს ქართული მთავრული დამწერლობა, მთავრული ასოები ჩვენ აღარა გვაქვს, მოვივსროლეთ ეს და ჩვენ ბატონო აღარ ასწავლიან, აღარ ხმარობთ, ამოვიღეთ და დავიწყეთ მხედრული დამწერლობის, რომელიც საერო დამწერლობა მისი ამ ბრწყინვალე, ესე იგი, გრაფიკული იმისი რღვევა დაიწყო, იმიტომ რომ დავიწყეთ ამ ოთხხაზოვანი მხედრული დამწერლობის ასომთავრულება, ამით ჩვენ მხედრულსაც ვუყავთ და ქართულ დამწერლობასაც. ეს საშინელება, ეს ასეთი რამე სხვა არც კაცობრიობის წარსულმა და აწმომ ასეთი რამე არსად არ იცის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ესე იგი ქართული მხედრული დამწერლობის რამდენნაირ ნიმუშებს ვქნით და რას გავს ტელევიზორში ეს ყველაფერი, რას სიმახინჯია და საერთოდ ეს არის უარყოფა მთელი დამწერლობის წარსულისა.